გამარჯობა ხალხო, თქვენთან ისევ ალექსია, მოგესალმებით ახალ ვიდეოში, როგორც ყოველთვის ჯერ ლაიქი მერეყურება, აუცილებლად გამოიწერეთ არხი თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი. დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალი YouTube სერიალის ყურებას, რომელსაც, იდეაში ვიწყებთ არა მესამე სერიას ემაშვები, რა ქვია, უყურებ ახლა, მაგრამ პირველი ორი სერია მქონდა ნახი წინა წელს, იმას ამოუჭრი და კაკრას ორ ვიდეოთ დავაგდებთ და მაგას ვაგრძელებთ, მესამე სერიას ვარეაქტებ დღეს და სასიამოვნო ყურებას გისურვებთ, როგორც ყოველთვის არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩემი Instagram-ი, ასევე Discord-ში მიერთით სერვერზე, რომლის ლინკიც იქნება პირველ ხაზად აღწერაში. Discord-ი საუკეთესო ადგილი არის ნოტიფიკაციებისთვის. YouTube-ი მაძავს ხოლმე ნოტიფიკაციებს და Discord-ში არასდროს არაფერი არ გამოგრჩებათ. ასევე საუკეთესო ადგილი არის სხვა მაყურებელთან კომუნიკაციისთვის, ჩემთან კომუნიკაციისთვის, იმიტომ რომ თითქმის მთელი თავისუფალი დრო Discord-ში ვარ ხოლმე და ზოგადად ძალიან გამიხარდება თუ ჩემი Discord-ის კომიუნიტის წევრი გახდებით. Instagram-საც თუ გამოიწერთ, საერთოდ ოქროები იქნებით და ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ. ხო, Instagram-ის broadcast channel-ის QR კოდი, შეგიძლიათ დაასკანეროთ, პირდაპირ მაგით გადმოხვიდეთ და ისე ამოვიდეთ, მოკლედ შეგვიძლია დავიწყოთ. მოგესალმებით საგანგებო საინფორმაციო ჩარტი. სხვათა შორის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი არის საქართველოში, ჩემი აზრით. ნიპოვეს წყლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში დაგლეჯილი. ამ თვეში ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა. სამართალდამცავები modern, ზოგადად არა, modern ერთ-ერთი. ის მანძილზე აგრძელებენ აქტიურ ღონისძიებებს გარეული მხეცის საფოვნელად, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ახლა შემთხვევის ადგილიდან გვიერთდება ჩვენი ჟურნალისტი, ვახო გისმენთ რა მდგომარეობა ამ თვეში. გამო რა შვილო მიცვალებულია მან და გასისხლიანდები რა. ქალბატონო, მიხედეთ რა თქვენი ჭირიმე რა. დიახ ნანკა ჩვენ ახლა ვიმყოფებით შემთხვევის ადგილზე, როგორც პოლიცია გვატყობინებს მიცვალებულ უკვე გადა. ანუ რა გამოდის რომ ესე იგი აქ ვამპირები იყვნენ, ესე იგი პირველ ორ სერიაში და მთავარი პერსონაჟი ვამპირებთან გაიჩიტა და მე მაქციები იჩიტება? ხო, ვამპირები მაქციებთან ყოველთვის ახლოს იყო მითოლოგიაში, კულტურულადაც და ყველა სერიალებში და ყველაფერში, სადაც ვამპირებია, იქაც მაქციები და ერთმანეთს ებრძოდნენ. ასე რომ მოსალოდნელი იყო ასე თუ ისე. ხავთ ექსპერტიზაზე, მათივე განცხადებით ჩვენივე უსაფრთხოების მიზნით არ შეგვიშვებენ ტერიტორიაზე სისულელე, მოკლედ როგორც იციან ხოლმე, ჯერჯერობით დანამდვილებით რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მიცვალებულს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობა, რაც ამ თვეში უკვე არაერთხელ ვიხილეთ. მადლობა ვახო, ეს იყო ჩვენი ჟურნალისტის შემთხვევის ადგილიდან. ჩვენ კი ექსპერტიზის ჩატარებისთანავე გამცნობთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა როგორი პასუხიც არ უნდა იყოს, ფაქტი ერთ-ერთ თუ ესე გაგრძელდა, საჭირო გახდება კომენდანტის საათის შემოღება, ან კიდევ უფრო უკიდურესი ზომების მიღება. იმედს ვიტოვებთ, სამართალდამცავები შეძლებენ სიტუაციის გაკონტროლებას. მესამე სერია. რა ჩვენ დაბახდება, ეს რა გააძრო? ამას ოპენინგი მაინც აქვს და დანარჩენ სერიალებს რასაც უყურებდით, YouTube სერიალები რაც იყო, ქართულები, ოპენინგი არც ერთს არ ქონდა. და აქ ოპენინგი გააკეთეს, that's so cool, bro. ანუ ოპენინგი ასწორებს ხოლმე მევასება ოპენინგები. მას შემდეგ რაც ვლადმა თავისი ისტორია გვიამბო, რაღაცნაირად ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა, უფრო ესეთი გახდა რაღაცნაირი, რაღაც თბილი გახდა, უფრო ოჯახური გარემო არის და მითი საქმითაც დიდად სიმართლე რო გითხრათ, მეც და ტორიკას რაღაცა აღარ გვჭირდა. ბიჭო, კიდევ კარგი ის ახლობლები მყავს კლინიკაში, თორე რა იშოვიდა ამდენ სისხლზე. ჰადა ხარ? რა შვები? დავიწყე უშენოდ. მე კადრი ვერ გაასწორე, რა არის? რა სერჩი? რა სერჩი, ბიჭო, კადრი? კადრი და ეს კიდე ხა, რაც ვიცი ის გავაკეთე. რა საკეთებ, დაიწყე, ბიჭო. ნიშნულოვანი ინფორმაცია. ესე იგი, ვლადმა მითხრა, რომ არც ერთს არასოდეს არ მოუკლავს ადამიანი. ანუ
იმდენ სისხლს წოვდნენ გადარჩენისთვის რაც იყო საჭირო და თავს ანებებდნენ. ანუ მკვლელობა არ ჩაუდენიათ არც. აჰა, ჩვენ გვაწყნარებს ეგრე. არც ეგაა გამორიცხული, მაგრამ ნუ მე მჯერა. და კიდე ერთი ფაქტი. ესე იგი, თურმე ნებისმიერი სითხის დალევა შეუძლიათ. შიმშილის გრძნობას არ მოუკლავს, მაგრამ ნუ დალევა შეუძლიათ. აი, მყარ საკვებზე ცოტა სხვანაირადაა საქმე. ვერ შეჭამენ, თუ ჭამენ, მერე რაღაცას იღებენ ესე. არც ისე გაისანახაობა. მაგარი ამბავი გითხრათ? ჰამლეტთან დავალაგე ურთიერთობა. გასაქცევი არსად ქონდა. კუთხეში მივიმწყდიე, თავი გადაუწიე, კისერს დავეწაფე. პედერასტი ვამპირი გინახავთ? აკოცე ხა. მურა, ვერ ხვერინია. კისერში აკოცე ხა. მურა. რადგან ბევრი რამ გსმენიათ ვამპირებზე, ეხლა გეტყვით რა არის მითი და რა არის რეალობა. ხო თესლი აზრია. ძალიან შეჩემა, ხო გეუნებოდი იმენა თესლად გამოგდის იუთუბერობა, ბიჭო. გააკეთე არხი, რამდენი წელი კერო. ხო. ო, ვიფიქრებ მაგაზე. მიდი. მოკლედ, რუბრიკა მითი თუ რეალობა. პირველი, ნიურის მომაკვდინებელი ეფექტი. აკო. აბა. აი რა მოკლას. Համեցի։ Բոկտոտ։ ანუ basically ეგ იყო ჩანაფიქრი რომ ანუ რაღაცა სერიოზული სერიალი კი არა YouTube პროექტია ანუ გადაობა YouTube ვიდეოა ლიტერალი და არა იმენა რაღაცა სერიოზული დაგრუზული სერიალი და უსაშველოები თავიდან მაგას ცდილობდა და ეგრე არ გამოსდიოდა იმიტომ რომ ეგეც ეგრე გავდა მაგრამ ცდილობდა და ეს არ ცდილობს მეორე ვერცხლი მესამე შვარცმა რომ ხელაზე ჩაიდოვით გეუნევით ვეიპი მეგობრებო ვინც არიცით ვეიპს რატო გვიპიარებენ და გვირეკლამებენ ყველა იცით იმიტომ რომ გვაჩვევენ რომ რობოტების მოუწოვოთ და ანუ აი ნელ-ნელა მტკიცდება ეგ ჩემი თეორია ხო ხვდებით იარაღი ვერცხლის წვია გულში აბა როგორ უნდა მოკლა ვამპირი მზის ხივი თქვენი მოყოლილი ისტორიებიდან
ყველაზე ჭეშმარიტი. აი ეს არის. ზეშუქი მომაკვდინებელია ჩვენთვის. ანუ ზეკლავ. ყოველს ერთად ზაგრაობა გაგვემაზა? ყველას ერთად ზაგრაობა გაგვემაზაო რა. სასო რა ვახარ სასო? სასო და გვარი წარკვეთილი, ხო, იასნა. გამახსენდა. კამაც. სასო რა ვახარ სასო? ხა? კამაც. დაშვება YouTube-ი. ნაშრე. ნავე. საჭველად ვარ ჩამოსული, შერაშვები. ეხლა ვიყავი სისხლი ავიღე რა და ჩემადამ დამირეკა ბავშვს აქ რაღაცა კოსტიუმირებული ზეიმი და ინდაურის კოსტიუმი უნდა მაშოვი, ნუ უეჭვები. რისი? ოპერაცია ხოლმე ეგეთ რაღაცეები. ეხლა მაქედან გამოვედი და არა აქვს. ყველა გააქირავეს და რა ვიცი, საქართველოს როდენ აღნიშნავენ მადლიერების დღეს ისე დამოწყული ვერ გავიგე შეჩება. მოიცა მყავს მე ერთი ახლობელი, მკერავი დაურეკავ იმას რაღაცას ვიზავთ რა. აუ, თხოვნი. ბიჭო პირველად ხოვა ჩემადამ რაღაცა რა და ვეჭველი უნდა შევასრულო ეს რაღაცა. ვიზავთ რამეს არ ნერვიულობ. კაი, მიდი დავაი. კაი, მაცადე. დაურე. მისმება. ისე ხა აღმოჩნდება ის მაქცია, ხო, თუ რა? ბრატი, ძენგი და ქართულ ინგლისურად როგორ არის დედამოწ მანი ქართველი ვარ, შემოგევლე ქართველი. ქართველი, ხარ შეკითხარე, ბიჭო. ფულ შეკითხარე. მომერა, კაცურად. არ მაქვს წამოღებული რა. გიდა ხეშმოტონა ბაზარში, რას მეყლევები, ჟმოტიპი და რასტი, მოიქცე. რა შუაში, ქეში არ მაქვს წამოღებული უბრალოდ. პირადოს, მოდი, ჩაიწერე. ჩაური, ჩაგირიც ხო? ვიდი ხა, ვიდი. 316 ერთი წუთი გავხსნა აპლიკაცია. 27 გავხსნა აპლიკაცია ერთი წუთი. აი ძინა. მითხარით აბა. მითხარი. არ გააღვიძო რა. ყველაზე მისტიურ კაცს ახლა ვარ. სალამი კოსტა, როგორ ახარ? კარგად გეთაყვა, შენ როგორ ხარ? ორი ამბავია, რახა შენ დარეკე ხა. ერთი ან მოგენატრე, ან მეორე რაღაცი შეკერვა გჭირდება. პირველი გამოირიცხა, რადგან ფანტესეთი ახლო ურთიერთობას არ გვაქვს, ესე იგი, რაღაცი შეკერვა გჭირდება. ხო, რაღაცი მინდა რომ შეკერო რა მაგისად ხო არ ზევ. ბატონო, გისმენ, აბა ეხა რა კვერცხი მონსტრის ფორმაა შესაკერი. ჩუპაკაბრა, რეიკი თუ ალადინი. არა, ინდაურის ფორმაა შესაკერი. ინდაურის? ამე ძველი ლეგენდა ყლელინდაურზე ფოლკლორში და გავმაზე? არა, უყურე, ჩემ მეგობრის დიშულს აქვს ზეიმი რა და უთხრეს რომ ინდაურის ფორმაა საჭირო, თან ძალიან სწრაფად 2 დღეში გჭირდება და იქნებ მიშველო რა. ბევრი საქმე მაქვს. მაგრამ ეხლა ბავშვის გასახარებლად თუ არის საჭირო, რამეს მოვიფიქრებ შენ მაგაზე? არი ნერვი. აუ, შენ გაიხარე, მადლობა დიდი, არ დაგივიწყებ არასოდეს რა. კარგია, თუ არ დამივიწყებ. რა თესლი რეკლამაა? უფ. წებ კარგია. მოკლედ რა ქენიცი? შენ ზომები ჩამიგდე? დანარჩენს მე მივხედე. კაი, ეხა გავარკვე მაშინ ზომებს და ჩაგიყრი ყველაფერს რა. მოსულა, მოკლედ არი ნერვიულო რა. ყველაფერი იქნება 5-იანზე. მადლობა დიდი, დროებით. გაიღვიძეთ? პირაც მეუნებოდით რომ თანხა ჩამერიცხა რა. უიმე, თანხი ჩარიცხოვთ, ხოვეთ?
ხო, ამ საჭმელზე მაკლდებაო და ჩაგირიცხოთ, მითხარით, არ არის პრობლემა. აი მე გაუხერხულია. არ არის უხერხული, მითხარით, ნუ გერიდება და ჩავრიცხავ. დედაც ხო არ გაგინებთ. არა, დედა არ გიგინებია. აი რაც ასაკი მემატება, პროგრესირებ. რამდენი წლის ხარ? ხალის ტანსაცმელი რატო აცვია? ქალებს ასაკს არ ეკითხებია. პიროვნების გაორება გასაგებია. ლამაზო. გავარკვი, არ ინერვიულო, შინაურია, რომელიც შეკერავს ამ ყველაფერს. ერთადერთი შენგან მინდა ბავშვის ზომები, რომ გადაუყარო და ის მიხედავს მე. აუ რა ჯიგარი ხარ, ზეპირად ვიცი და ეხლა ვიდეო ჩაგიგდებ. კაი, გამოვუშვი. ის ვიდეო. კაროშე სადღაც აი ესი არის სიმაღლეში რა? და ესი არის სიგარეტი. ზეპირად. აი აქ რა. მომიხდი. ზეპირად ვიცია. დაწნარდი მოვა მალე ის ორი იდიოტი და მოგიტანენ ახალ ჟურნალ გაზეთებს. ნუ სისინე გასარგულისხმობ. დაკატად ვამბობ. როდემდე უნდა ვიყოთ ამ სახლში გამოკეტილები და როდემდე უნდა გავცქეროდეთ ამ გზას. გარეთ გასვლა მინდა. ნადირობა მინდა, გართობა მინდა, გესმი? ძუძუები გინდა? შემდეს ნუ ტლიკინე, თორემ კუბოს კუთხეში დაგაყენებ. არ მინდა კუბოს კუთხეში, ცხელა. არ გაინტერესებ. როგორია ეხლა სამყარო? მონადირეები რომ გვეცებდნენ, აქამდე ხომ გვიპოვიდნენ არა? ისე საინტერესოა. რაც მახსოვს, მონადირეებს ერთ პირაზე მეტი არ დაჭირვებიათ ჩვენს მოსაძებნად. ვლად, თუ გვიპოვნეს მონადირეებმა, როგორც ადრე გვპოულობდნენ ხოლმე, ხომ მოერევი ისევ? შვილო, ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველას თავს წავაწყვიტავ და მათ სისხლში გაბანავებ. მერე ხერხემალს ამოვაცრობ და ახალ სათამაშოს გაგიკეთებ. მერე ტყავს გავაცრობ და შარვალ კოსტუმს შეგიკერავ. ჩემი რაინდი ხარ. რატომ ხარ ჩუმად? რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს, რაც არცეთ გაღვიძებაზე არ მქონია. მონადირეებს გრძნობ? არა. რაღაც ახალს გრძნობ. ვერ გამერკვევი არას. თუ მონადირეებს არ გრძნობ ვლად, სხვა რაც არ უნდა იყოს, ხომ იცი რომ არაფრის გვეშინია. გარეთ მინდა გასვლა. ჩემი ნებართვა არ გჭირდებათ. გააკეთეთ ისე სიგოგეთებას გსურთ. უბრალოდ სიფრთხილე გამოიჩინეთ როგორც ყოველთვის. ნებართვა რა შუაშია ვლად, უბრალოდ შენს გარეშე არ გვინდა გასვლა, გესმის? დიახ, თუ ვლადი არ წამოვა, მეც არ მოვდივარ. არც მე. აი ხედავ, შენს გარეშე არავის არ უნდა გასვლა. ხო, დროა ბებერიძულები გავამოძრაოთ. ბებერიძულებში გავატკაცო. ლეკველოდება ვლად. ხო. ერილში რო გადავიდე.
მე გაიღვიძეთ უკვე თქვენ ესე ადრე არ ველოდი. კარგი ამბით მოვედით. ახალგაზრდა სისხლი მოგიტანეთ. სულ რაღაც 20 წლის დაწვენებით. საცო. ძოა ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს საცო. აკვე, ზრა მე მგონი. ჯებო. რა სიტყვით? პაემანზე რომ დაგპატიჟოთ. რა პაემა? ქალაქში. ანუ ქალაქში რომ გავისეირნოთ ერთად, სოსო. და ქალაქში რატომ უნდა გავისეირნოთ? ხომ მოვიტანე სისხლი? ვლად, გესმის რას ამბობენ? უნერვიულობს ასო. ნადირობას არ აპირებენ. უბრალოდ გასეირნება სურთ. განტვირთვა. მოგვდავო. შენი ნებართვა გიაგჭირდება. თუ არ გინდა, უბრალოდ გზა გვაჩვენე. დანარჩენს ჩვენ თვითონ მივხედავთ. ეგრე არ გამოვა. თუ გინდათ რომ მესა მოვიდეს სასო და ტორიკა ჩვენთან ერთად უნდა იყვნენ. ასე უფრო სახალისო იქნება. არა ბიჭებო. რა თქმა უნდა, ვლად. სწორედაც რომ ეგრეა. მეც მაგის თქმას ვაპირებდი. აბა რა სიტყვის სასო? არ გინდა უახლეს ისტორიაში ჩვენი დიდი გახდე? ორი წუთი რომ მე და ტორიკა გავიდა და დავილაპარაკოს. ხო არ გეწყინებათ? რა უნდა გვეწყინოს, გოგოები კი არ ვართ. გადით. კაი შედარება იყო. კაი შედარება იყო თან. კაროჩე, დამუღამება ჭირდება ამას რა. ანუ ბანძი იუმორია, მაგრამ თუ დამუღამე გაგეცინება რა. ჩემანკადაში. რა რადიო, ბიჭო, რა რადიო, რა ჯანდაბა ვქნა ეგ მითხარი. რა უნდა ქნა? არა, ვეთყვი და ჰამლეტი ტრაქში გაგიკეთებს პაკოს სათამაშოს. კითხო კი უთხრა? იზი არ არის. ხომ იცი რომ ეს ყველაფერი გვითხრეს იმიტომ რომ ზრდილობის გამო. ვეიმე. და რომ მოუნდე თვითონვე წავლენ და იზავენ რასაც უნდათ იმას. ო რა კარგად ვატარებთ, ბიჭო, ყოველ დღეს რა კარგად ვერთობოდით, ვიფიქრე PC5 მოუტანდი, მე FIFA-ს ვითამაშებ, Tekken-ი, God of War-ი მოიცა შენ გონია რომ ეხა 4 ზრდასრული ვამპირი გეიმერობის კარიერით დაკმაყოფილდება. რატო არ? გამოხლევდი შეჩემა? აი ეს უფრო კაია. ხო და ეხა ჯობია იმაზე ვიფიქროთ, სად წავიყვანო და როგორ გავართოთ. თან ისე რომ მეორე დღეს საინფორმაციოში არ გამოაცხადონ სისხლიანი სასაკლაო იყო ბასიანზეო. კაი მოიცა მოვიფიქრებ. რა იყო? ერთი წამი რაო? გონია რომ ეხა 4 ზრდასრული ვამპირი გეიმერობის კარიერით დაკმაყოფილდება. რატო არ? გამოხლევდი შეჩემა? ხომ იცი რომ ეს დღე დადგებოდა. ხო და ეხა ჯობია იმაზე ვიფიქროთ, სად წავიყვანო და როგორ გავართოთ. თან ისე რომ მეორე დღეს საინფორმაციოში არ გამოაცხადონ სისხლიანი სასაკლაო იყო ბასიანზეო. კაი მოიცა მოვიფიქრებ რომ ეს წამ. მეგობრებო, მე და სასომ ვისაუბრეთ და მინდა გითხრათ რომ ჩვენთვის დიდი პატივი და სიამოვნება იქნება თქვენთან ერთად ქალაქში გასეირნება. მოგერტი პირობით. ეხლა ჩააჯვამ სიამოვნებას. თავს დავაწყვიტა. რამდენიმე დღე დაგჭირდება. დღეს რატომ არა სასო? დღეს იმიტომ არა რომ ამან ყველაფერს დაგეგმა ხო უნდა რა კარგად გილებში რომ წაგიყვანოთ კარგი რაღაცეები დაგათვალიერებინოთ ამას დრო ჭირდება რომ მაყოფილები დარჩეთ ბედნიერები იყო და ტრაქში არ გამიკეთოს ჰამლეტმა რამე ეს როშავ უბრალოდ ჩაგვიყვანე ქალაქში და ჩვენ თვითონ გავირთობთ თავს საუკუნოვანი პრაქტიკა გვაქვს თავის გართობის სასო სწორს ამბობს შოპს მოიმზადონ და უფრო საინტერესოდ გაგვატარებინონ დრო რამდენიმე დღე არაფერს ხვეც კარგი ხო? როგორც ვლადი იტყვის, ისე იქნება. რატო დატრიალდეს? ოღონდ ილოცე წარკვეთილო რომ ეს ლოდინი ამაო არ აღმოჩნდეს და გართობა მოგვეწონოს. თორემ აი ამ ბავშვს არა, გავიგე. აუცილებლად მაყოფილები დარჩებით. აი გპირდები. ბავშვი რა შუაში იყო. შია ტორიკ, გვაჩვენე რა მოგვიტანე, აბა. საუკეთესო სისხლი მოგიტანეთ. ვიღაც სპორტსმენის რაღაცის ჩემპიონია, აღარ მახსოვს ჭადრაკის თუ კრიკეტის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან მაგარი სისხლი.
უра მაგარი გოგო. ერთი ისნის ჩემი ხმა. კი გამარჯობა. იცით ცოტა შეგაფერხეთ. რაღაც უსიამოვნო ინციდენტი მოხდა და მაგრამ ყველაფერი კარგად არის, დიახ. იცით ჩვენი ბავშვები მზად არიან, მალე დავიწყებთ და ძალიან გთხოვთ ერთი ინდაურის კოსტიუმი როგორ მაინტერესებს. ომახიანი ტაში შემოკროთ თუ შეიძლება. დიახ. აში. მადლობა. ახლა შემოგთავაზებთ მე-6 T კლასის საძეიმო გახსნას ტაში. მადლობა. ბრო, მადლიერების დღეს გილოცავთ. რატომ მეგონა რომ ეხა ჰავანაგილა ჩაირთებოდა? ანუ ნიტაური გითხრა თუ ნიტაური გითხრა მეჯო. ნიტაური მე რა fever dream-ია წა. პირიქი, შენ თავს ფიცა ვარ, ყველაზე ორიგინალურად ჩანდა, სხვებთან შეტანებით. არა ხო, ნუ ძალით ხო არ მიქნია, არა ტელეფონში, რაც მითხარი, ეგრე გავიგე. აუ. კაი, ნუ მეჩხუბები რა, რამეს უყიდი, არ ვიცი, რამეს საჩუქარს უყიდი, ორიგინალურს, რა ვიცი, სნიკერსი ხო უყვარს. სნიკერსი. ალო. ამიტიშ. მიჩო სნიკერსი რაღაცა მაინც არ ამგონია რა. ეკრანე უფრო სხვა მოგეფიქრებინა რა. მარსი? ზეხვი და პური რო იყოს. აუ, ძმობას გაფიცებ. გამოცა. მართლა, ბიჭო. მართლა წამოდი, ბიჭო. ზალამშვიდობის. ესე აპირებ წამოსვლას? რა დაგვიწუნე მოკვდავო. არა. ყურადღებას მიიქცევთ ესე ძალიან დიდს რა. მოიწამოიწება რა ვქნა სასო. რომ გამოიცვალოთ, იქნებ გვაჩვენოთ რა გაქვთ და აღარ შევინებთ რამე რეიბერულს. შენი აზრით კუბოში გარდერობი არის ჩაშენებული? და აქ ძალიან მაგარი ტანსაცმლის მაღაზიის რეკლამა ჩაჯდებოდა იდეალურად ჩემი აზრით. დავა პაპატკა. ხანდახან აუცილებელია რომ კუბოში დაიძინოთ? ასე გითხები შეჭა. არა, ანუ ყურე თუ აუცილებელი არ არის რომ კუბოში დაიძინოთ. აქედან ჯერ ჩავსულიყავით ჩემთან, ხვალ მოგიტანდით ტანსაცმელს, მე და ტორიკა გამოიცვლიდი და ისე წავიდოდით გასართობად. კუბოს გარეშე შეგვიძლია დაძინება? შეგვიძლია, მაგრამ არასასიამოვნოა. ხო, მაგრამ ხო შესაძლებელია? რა ვქნათ, ვლად? როგორც სასო იტყვის, ისე მოვიქცეთ.
მადლობა ვლად. ესე იგი, მაშინ ბოლოს ეს ამათი მძანებელი გაიჩიტება უეჭველი. ეხლა აქედან დავიძრა, წავიდეთ ჩემთან, მე გიმასპინძლებთ ერთი დღე, მე ტორიკა და მე ახალ ტანსაცმელს მოგიტანთ, გამოგაწყობთ ლამაზად და ერთად წავალთ სასეირნოდ. აუ, თან ძალიან მაგარი რამე მოგიმზადეთ. წარმოდგენაც არა გაქვთ ისეთი მაგარი რამე. ხო, ტორიკ, მაგრამ ერთი წუთი, ვლად, შენთან მაქვს სათხოვარი. გთხოვ შენ პირდი, რომ აი ეს ყველაფერი, ეს გადაწყვეტილება სანანებელი არ გამიხდება. არ ინერვიულო. უბრალოდ გარემოს გამოვიცვლით და მეტი არაფერი. პირობას გაძლევ. აბა, კომფორტულად ხედხართ? ხო და მაგას ვამბობ, რომ ეს ზედმეტად ენდობა სასოს და სასო უნდა ყოფილიყო ამათი მონა. და სასო არ ენდობა თავის თავს იმდენად, რამდენადაც ეს ენდობა და სავარაუდოდ მე ბოლოს აი ეს გახდება ამათი მძანებელი. ცხენები წასვლაჯობდა. მიხარს ცხენები. კარგით, რა სულ რამოდენიმე საათი დაგჭირდება, მალე ჩავა. ამლეთ შეგიძლია ბევრი არის მოძრაო თავს უკენ ულად გსდო. რა თქმა უნდა, ვლად. თუ გინდა ადგილები გავცვალოთ და მე ვიქნები ზემოდან. დედა მე იყო ხოლმე ზემოდან. რა ხდება? რა ვქნა, თავიდან რა ხდება ძმა? რა ქვია, დასხდები სხვანაირად თუ დავიძრავ. დაიწერის სასო. აუ, რა მაგარი რამე გველოდება. აბა, გავემზადეთ. რა ხდება ძმა? აი. გიტრების მერი არ არის არაფერი? ოკეი. არა, cool. გადაობა არის. იმას ვერ შეგპირდებით, რომ იდეალურია და ძალიან მაგარია და რაღაცა, მაგრამ გადაობა არის. თავის ბიუჯეტთან, თავის რაღაცა, ანუ იუმორი გასაგებია ასწორებს. შემდეგს ეხლა ვერ დავარეაქტებ ამ წამს. ეხლა გასასვლელი ვარ, იმიტომ რომ წეღან, რავი, ვინც იყავით სტრიმზე, გითხარით, რომ ეს არის, რა ქვია, რაღაც საქმე მაქვს. თუ კარგად ჩაიარა მაგ საქმემ, რომ მოვალ მოგიყვევით მაგ საქმის შესახებ რა. ხო, რომელიც კონტენტს წაადგება მე და იტოქში უნდა გავიდე ეხლა და რომ მოვალ მე ჩავთავაზო.